დღეს შეგაწუხეთ კიდევ ერთხელ ვისაც გაინტერესებთ ეს თემა და ეს საკითხები, რამე თუ ეს ჩვენი დღევანდელი საპროტესტო თემა 91-93 წლების მოვლენების მიჩუმათებასა და ზვიადგამსახურდიას მკვლელობის გამოუძიებლობასთან დაკავშირებით პირდაპირ მიბმულია ჩვენი ქვეყნის ბედიღბალთან, იგივე 9 აპრილთან და არა მხოლოდ იმიტომ, რომ 9 აპრილს ზვიადგამსახურდია მე არ ვიტყვი ერთ-ერთი შემოქმედი ხომ ნამდვილად გახლდათ იმ ყველაფრისა, რაც საქართველომ მიიღო, ანუ დამოუკიდებლობას. და ჩვენ ასევე ჩვენი ტრაგედია არის, რომ ჩვენ არც 9 აპრილის მნიშვნელობა ვიცით, არ გაგვიაზრებია ისევე როგორც სხვა დანარჩენი თარიღები, სხვა დანარჩენი მოვლენები. დღემდე გამოუძიებელია ვის რა როლი მიუძღო და იმჟამინდელი კომუნისტური ისტაბლიშმენტიდან თუ იმ დილას ჩამოფრენილ შევარდნაძეს აქ, აი ჩვენ რომ მაშინ ეს გაგვიაზრებინა და შეგვეფასებინა, შეიძლება ჯერ კიდევ მაშინ შავწდენოდით, ასცენოდა საზოგადოება ბევრ რამეს. დღესაც არ გაგვიკეთებია ეს ჩვენ და თითქმის 30 წელიწადია, ამიტომ დავდივართ ბნელში. არ ვიცით რა არის კარგი, რა არის ცუდი და არ ვიცით ვინ რა გააკეთა ამ ქვეყნისათვის. დღეს მოგიძებნო არიან მეგობრები, არაერთ ახალ ადამიანს, ახალ სახეს წარმოგიდგენთ, ვინც ახლებურად შეხედავს სიტუაციას, ცოტა თუ არ გამოვფხიზლდით, არ მივახციეთ ამ ქვეყანაში ბოლო-ბოლო კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, თანასწორობის, კანონიერების იდეალების ასე გზის გაგრძელება რომ შეუძლებელია, მე მგონი თავად ხედავთ. რაც შეეხება ახლა კონკრეტულად მამას საქმეს, ამასინად დავწერე კიდეც და გავიმეორებ, რომ პროკურატურიდან მოგვივიდა უკვე ღიად ცინიკური პასუხი, მათ უკვე დაინახეს რომ ვეღარ გვატყუებენ და სიტყვით ასე წერია ამ პასუხში, რომ ისინი ვერ ხედავენ ამ ეტაპზე ამ საქმის მასალებში დანაშაულის ნიშნებს. ანუ ეს მკვლელობა არ მომხდარა და 20 რამდენი წელიწადია უკვე 23 წელიწადია ფაქტობრივად და ეს საქმე ასე მიჩუმათებული დევს თაროზე და არავითარი სამართლებრივი რეაგირება და ქმედითი ღონისძიებების გატარება ამას არ მოხდა.